მოგესალმებით, კოლეგებო. შემიძლია არ თქვა ის, რომ ბოლო 25 წელიწადია, რაც საქართველოს დამოუკიდებელია, განსთამავს, რომ ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ. ერთი და იგივე საკითხებზე ვსაუბრობთ, ერთი და იგივე თემებს განვიხილავთ და ძალიან სამწუხაროა, მე მგონი და ამას უყურებს საზოგადოებაც და სწორედ გარკვეული ნიჰილიზმი, რომელიც დღეს საზოგადოებაში დაისადგურა, ამის შედეგია. რომ პოლიტიკური ძალები ვერ აცვლიან სწორ ვერ ახორციელებენ მიზნებს, რითაც მოდიან ხელისუფლებაში და სამწუხაროდ ყოველივე ამას ღალატობენ. ეს უნდა ვაღიაროთ და ეს ესეა. არ შეიძლება დღეს ჩვენ საუბრობდეთ სიტყვის თავისუფლებაზე და საუბრობდეთ სასამართლოს თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე და ზოგადად ადამიანის უფლებებზე ცალ-ცალკე. მე მგონია რომ ერთიანია. თუ რომელიმე იზღუდება, ეს არ არის მაშინ დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენ არ შეიძლება ვთქვათ, რომ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მაგრამ სიტყვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს. ან ადამიანის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს. ეს ერთიან კონტექსტში განიხილება, ასე რომ მე ნამდვილად ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და მოსამართლეები რიგ შემთხვევებში იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. რაც სამწუხარო რეალობაა. ასევე დღეს როდესაც მოგწონს თუ არ მოგწონს რუსთავი 2, უყურებთ თუ არ უყურებთ. ეს ტელევიზია უნდა არსებობდეს, აგრძელებდეს თავის საქმიანობას, იმიტომ რომ ეს ტელევიზია არ არის დღეს სახელისუფლებო. მაგრამ მეორე მხრივ, ჩემთვის სრულად მიუღებელია ისიც, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს აქ უნდა იყვნენ და ისწრენ პარლამენტის სტომაზე, არიან ავანგარდში თითქოს სიტყვის თავისუფლების დაცვის. რომლებიც ფეხქვეს თელავდნენ, მინდა გითხრათ, სიტყვის თავისუფლებას და როგორ ექცეოდნენ ადამიანებს მათი ხელისუფლების ყოფნისას, ეს ძალიან კარგად გვახსოვს და ძალიან კარგადაც ვიცით. მაგრამ მე მინდა ასევე შევეხო კონკრეტულ პრობლემებს, რომელიც დღეს არსებობს ჩვენ ქვეყანაში და არსებობს უამრავი ადამიანის პრობლემა, რომელიც გადაუჭრელია. დღეს ჩვენ არ უნდა ვისმენდეს ეკონომიკის მინისტრისგან იმ განცხადებებს, რომ პრეზიდენტი უნდა იკავებდეს თუ არა რეზიდენციას, მრავლობრის რეზიდენციაში და უნდა იყოს თუ არა. მე მაინტერესებს ეკონომიკის მინისტრის და კონკრეტულად როგორ გამოიყვანს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან, როგორ გადადგამს ნაბიჯებს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კუთხით, როგორ დაიძლება უამრავი ადამიანის გაჭირვება, რომელიც არსებობს დღეს ქვეყანაში. მე შემიძლია კონკრეტული მაგალითები მოგიყვანოთ უამრავი ადამიანის, მაგალითად ქეთევან წინამძღვრიშვილის, რომელიც ნახტუხის დასახლებაში ცხოვრობს და სოციალური დახმარება მოუხსნეს იმის გამო, რომ 600 ლარი გადმოურიცხა მისმა ნათესავმა საზღვარგარეთიდან და ამის გამო მოეხსნა სოციალური დახმარებაც და ვერ შეყავს გაზი თავის სახლში. ასევე არის ხოხონიშვილების ოჯახი, რომელსაც 9-შვილიანი ოჯახია ვარკეთილში და დღესაც არ აქვს დენი 21 საუკუნის სახლში იმის გამო, რომ არ არის დაკანონებული ის პარტი, რომელშიც ის ცხოვრობს და ვერ შეყავს დენი. ეს ის პრობლემებია ხალხო, რომელზეც უნდა საუბრობდეს ეს ხელისუფლება და ამ პრობლემებს აგვარებდნენ. მარტო სამგორის რაიონში მინდა გითხრათ, რომ 2012 წლის შემდეგ 800-დან 1200-მდე გაიზარდა სოციალურ დაუცველთა რაოდენობა. აქედან მხოლოდ 4000 სარგებლობს ეგრეთ წოდებული სასადილოებით. უფასო სასადილოები და ძირითადი ნაწილი ასევე არიან ჩამოსულები რაიონებიდან, რომლებსაც არ აქვთ ელემენტარული გამოკვების საშუალება, რეგისტრირდებიან თბილისში, რომ მიიღონ მერე ეს საკვები. ეს ის პრობლემებია, რომელიც არსებობს ქვეყანაში და ვერ დაძლიან ხელისუფლება. აღარ საუბრობ პენსიების დაზე, რომელიც იყო დაპირებული, აღარ საუბრობ იპოთეკით დაზარალებული პრობლემების მოგვარებაზე. დღეს არ არსებობს მოქალაქე, ვისაც არ აწუხებდეს ბანკის ვალი, არ აღჩობდეს და ამით ცხოვრობს, დღე-დღამე ფიქრობს, როგორ გამოკვებოს თავისი ოჯახი და ამავდროულად გაისწუროს ის მაღალპროცენტიანი საბანკო ვალები, რომელიც ყოველდღიურად ეზრდება ჩვენ მოქალაქეებს. ეს უნდა იყოს ხელისუფლების თავარი საზრუნო, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ხედავთ და ვერ ხედავთ იმას, რომ ეს ხელისუფლება ამას თავს გაართვეს.